ეხლა მოვედი სახლში, კურიერმა მომიტანა ამანათი და სანამ გავხსნი, მინდა რომ შესავალი გავაკეთო. სარბამარტოდ დედაჩემს ძალიან მოსწონდა ერთი ბეჭედი, ესპანური ბრენდი არის Simuero და მათი ბეჭედი უნდა და რამოდენიმე თვეა უკვე და გადავწყვიტე რომ 3 მარტის და 8 მარტის ამბავში მოკლედ ეს აჩუქარი გამეკეთებინა. და როდესაც ნახულობდი იმდენად ბევრი რაღაც მომწონდა რომ სულ ვფიქრობდი რომ ჩემთვისაც ერთხელ გამოვიწერა, აუცილებლად გამოვიწერა, იმიტომ რომ ერთი 3-4 ბეჭედი არის, რომელსაც გავგირდი. თუმცა ერთზე განსაკუთრებით და დედაჩემმა იცოდა ეს და გამეკეთა საჩუქარი, ამჯერად უკვე დედამ აჩუქა Simueros ბეჭედი და რაღაცნაირად ესე სიმბოლურად ერთმანეთს რომ ვაჩუქეთ ერთ და იგივე ბრენდის ბეჭდები, ვიქნებით ტყუპებივით. გავხსნათ, ჩემი ცოტა სხვანაირი არის, რა თქმა უნდა, ეხლა ზუსტად იგივეთი რო არ ვიყოთ, მაგრამ რაღაც მსგავსებები აქვს, ახლა გაჩვენებთ. არწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოგეწონებათ თქვენს. რაღაცნაირად ძალიან ლამაზი არის. აქ დაგხვდა ესეთი ბარათები, ასევე მოვლის წესები და თვითონ ბეჭედი დევს ამ ყუთში. ახლა გავიკეთებ. ძალიან მომწონს. მე გამოვიწერე ერთი ზომით დიდი, იმიტომ რომ დედაჩემს უფრო წვრილი თითები აქვს და შეგვეთა ერთ ზომით დიდი, იმიტომ რომ არათითზე აღარ მინდოდა. თითქმის ყველა ბეჭედი არათითზე მაქვს, ამიტომ შუაზე ან საჩვენებელ თითზე გადავათამაშებ ორივეზე. წავა. ორივეზე მიდის. ფიქრობ უკვე რომ ხوار მოვიდა რომ მოვიწესრიგო და გავიკეთო შილაკი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არ მქონია და ამ ბეჭედის ხათრით შეიძლება. ძალიან ლამაზი არის, არა? დამიწერეთ აუცილებლად როგორ მოგწონთ და გადახედეთ აუცილებლად Simueros საიტს. აქვთ მართლა ძალიან ლამაზი, ძალიან უნიკალური მოდელები, ცოტა მაღალ ბიუჯეტური არის, მაგრამ თუ გინდათ ერთი და კარგი საჩუქრის გაკეთება, მგონია რომ არის იდეალური ვარიანტი, იმიტომ რომ ესეთ ორიგინალურ მოდელებს სხვაგან ვერსად ვერ ნახავთ. ვიბანავე, მინდა რომ ჩავიტარო სახის რუტინა, დაცმის რუტინა. და გავაკეთოთ თქვენთან ერთად პატარა unboxing-ი, რომელიც მგონია რომ ძალიან გამოგადგებათ და მოგეწონებათ, იმიტომ რომ აღმოვაჩინე საიტი, რომელიც გავს ძალიან Sephora-ს, ანუ Sephora-სნაირი საიტი არის, ოღონდ ბრიტანული და ფასები არის ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე Sephora-ში და ადრეც მქონდა ერთი unboxing-ი, ვინც ნახულობთ ხოლმე ხშირად ჩემს ვიდეოებს, გეცოდინებათ და იმ unboxing-ში გაჩვენეთ, აი ორივე დავა unboxing-ეთ, Cult Beauty ქვია ამ საიტს. ისევ მაქედან გამოვიწერე ძალიან კარგი ნივთები და მოკლედ მაგას გაჩვენებთ. ეხლა უკვე დავიწყებ, იმიტომ რომ გამიშრა კანი. ძალიან მშრალი კანი მაქვს ზოგადად და ვიპოვე როგორც იქნა კარგი დამატენიანებელი, რომელიც შვენის, ასე რომ ვთქვათ, ფლარუშეს ციკაპლასტი ბევრს გეცოდინებათ ალბათ. მე მოვიცი წლებია ვუყურებ, გოგოები იყენებენ და აი ვერა და ვერ მოვიდა დრო რომ მეც დამეტესტა და სად ვიყავი აქამდე მართლა ძალიან კარგია თურმე ყველა არ აქებენ. ცოტა სქელფენას ვიყენებ ხოლმე მე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, მშრალი კანი მაქვს. რაც შეეხება ამ Cult Beauty-ს, ყველაფერი მომწონს გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ხანი ველოდები ხოლმე რა, აი დაახლოებით 2 კვირა მაინც უნდა და ზოგადად კვიპროსში ყველაფერი მალე ჩამოდის და ამ კომფორტს მივეჩვიე. თორემ საქართველოში ახლა ერთი რაღაც გავაგზავნე და 1 თვეა ჩადის. აი აქ ყველაფერი 3-4 დღეში, აი მაქსიმუმ 1 კვირაში ჩამოვიდეს რა, ყველაზე ბევრი. ხო და 2 კვირა ძალიან მებევრა. თან პრაღაში მივფრინავ თვის ბოლოს და ვიფიქრე რომ ისე არ გაიწელოს თქო რომ მე აქ არ დავხვდეთ თქო, იმიტომ რომ არ ვიცი მაგ შემთხვევაში რა ხდება, შეიძლება უკან გააგზავნონ ხა 1 კვირა რო არავინ არ მივა. თან ჩემს სახლთან არის ეს პოსტა, აი ზუსტად ქვევით. მოკლედ ძალიან კომფორტულია მაქედან შოპინგი. როუნდის ბლაში, რომელიც მაქვს, ძალიან მოეწონა დედაჩემს. და გააწყვეტა რომ ვაჩუქო. და მე ახალი როუნდის ნაცვლად გადავწყვეტა რომ გამოვიწერო ახალი ბლაში, რომელიც არის სულ რამოდენიმე თვის გამოსული. ეს არის Summer Fridays-ის. Summer Fridays ძალიან მიყვარს, არ ვიცი, რაღაცნაირად ეს სუბიექტურად ეს ბრენდი შეიძლება თვითონ ბრენდის გამო სახელწოდება, შეფუთვები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პროდუქტიც რაც დამიტესტავს, ყველაფერი კარგია. ამიტომ რაღაცნაირად ძალიან მომწონს რა. გამოვშვეს ბლაში და ასევე ფუნჯი. გადავწყვეტე რომ კომპლექტში შემეძინა.
ეხლა მორჩებუცოთ თმასაც და გაჩვენებთ. ძალიან მინდა ახალი სარაცხლის ყიდვა, იმიტომ რომ ესეც DM-ში შევიძინე. კი კარგია, მაგრამ კარგია, როდესაც სველ თმას ვივარცხნი ხოლმე და იმ შალ თმაზე იმდენად აღარ მომწონს, არ შეიძლება მივეჩვიე და მომბეზრდა და რაღაც ახალი მინდა. მე რაც მინდა ის ძალიან ძვირი ღირს და პრინციპულად მაგთახას არ გადავიხდი სავარცხლში. ძალიან მომწონს ეს პროდუქტი, გულწრფელად. ცოტა მაღალ ბიუჯეტურია ზოგადად ეს ბრენდი, ყველაფერი მათი ან შამპუნებით, მაგრამ ფიქრობ, რომ აი ამაში ფულის დაბანდება ძალიან კარგია, იმიტომ რომ დიდი ხანი გაგიძლებთ და ნამდვილად აკეთებს საქმეს, რაღაცნაირად ხავერდოვანი არის მე ჩემი თმა. გადაწყვეტა რომ დაისონი აღარ გამოვიყენა ცოტა ხანი, იმიტომ რომ როდესაც აი ამ დამატენიანებელს ვისვამ და ესეთი მოძრაობით ვახვევ და ვაკუულებსავით ძალიან ბუნებრივად და ლამაზად მიშრება თმა. მაქვს ხვეული თმა, როგორც აღმოჩნდა და ამ ფენით სულ ვისწორებ და რაღაცნაირად მომბეზრდა. ამიტომ ბოლო 2 თუ 3 დაბანა ესე ვიტოვებ და ძალიან მომწონს და ბევრი კომპლიმენტიც მივიღე სხვათა შორის, რომ შეიცვალეო თმის ვარცხნილობაო და რეალურად ესე არ შემიცვლია, უბრალოდ ფენი არ გამოვიყენე მაგ დღეებში და ძალიან ლამაზ გამოვიდა. ამიტომაც ეხლაც ეგრე ვაპირებ, ამას ზოგადად დაისონთან ერთად ვიყენებ, მაგრამ მაინც მივისხავ, არ ვიცი, 1-2 წუთს. და ეს. ეხლა დავტოვებ ამას, არაფერს არ გავაკეთებ, თან სახლიდან უნდა გავიდე, ცოტა შეშრეს და მიდი მაქვს რომ ისევ ლამაზად დადგება როგორც დგება ხოლმე. ეხლა მოვიტან უკვე ჩვენს ყუთს და გავაკეთოთ unboxing-ი. გამოვიწერე 3 ნივთი და მე ვნახე ფასდაკლებაში იყო კიდევ 2, მზისგან დამცავი მჭირდებოდა და Beauty of Shozone 14 ევროდ იყო და კიდევ ერთი ფუნჯი. ხოდა ვიფიქრე რომ დაელოდებოდა ახლა ერთ დღეს და ერთად გამოვაგზავნიდან, მაგრამ რომ ჩავიჭყიტე, მარტო ის 3 ნივთია, ამიტომ დამატენებელი და ფუნჯი ცალკე ჩამოვა. სამწუხაროდ. უკეთეს იქნებოდა რომ დაალოდებოდა და ერთად წამოსულიყო, მაგრამ ნუ არა უშავს რაც არის გავხსნათ ახლა და გაჩვენებთ. პირველ რიგში ნახოთ როგორ გამოიყურება Laneige-ის დასაბანი გელი. მე ეს ბრენდი ძალიან მიყვარს. ვიყენებ მათ აი ამ ტუჩის ბალმს და ძალიან მომწონს და რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ, ესეც ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მათი სახის დამატენიანებელი და ტონერიც გამოყენებული მაქვს და მომეწონა. ამიტომ ნახოთ, გაგიზიარებთ როგორი არის. შეფუთვა მომწონს ძალიან თან. დავიხადე 25 евро დაახლოებით. შემდეგი გვაქვს ეს ბლაში Summer Fridays-ის, რომელიც ძალიან მაინტერესებს. ორ ფერშორის ვორჭოფობდი, იყო რაღაც Cherry Blossom თუ არ ვწდები და Dusty Rose. მე ავარჩიე Dusty Rose, იმიტომ რომ აი მგონია რომ ყველაფრის მიქსია. Rhodes toasted teddy ფერი მქონდა, იმასაც წააგავს, ცოტა აი მოვარდის ფროც არის და მოკლედ აი ძალიან ლამაზი ფერი არის. ასევე ფუნჯი, რომელიც სპეციალურად შექმნილი არის აი ამ ბლაშისთვის და ძალიან მომწონს. ამასაც რა თქმა უნდა გავხსნი. ვაი აი ესეთი არის, ორი თავი აქვს, ძალიან სადა და ლამაზი დიზაინი აქვს. ეხლა დავტესტავ, გამოვიყენებ მეც თქვენთან ერთად. მე ნამდვილად არ მეგონა Rhodes-ზე მეტად რამე ბლაში თუ მომეწონებოდა და შევცდარ ვარ. არის საოცრად პიგმენტური. ძალიან ლამაზი ფერია. და არის ძალიან კომპაქტური. სიმართლე გითხრათ, Rhodes-ზე მეტად კომპაქტურიც იქნება, იმიტომ რომ ბრტყელია და მართლა pocket blush-ი არის და ის ცოტა ბუთქუჩაა და რაღაცა უბრალოდ, ნუ ფუნჯი რა თქმა უნდა ვერ ვატარებ ხოლმე, ეს სახლში მექნება, თუმცა პირდაპირ თვითითაც შეგვიძლია ძალიან ჩვეულებრივად გადავინაწილოთ. ძალიან მომწონს მართლა. 10-დან 10 დავუწერდი, ნამდვილად ვერაფერს ვერ დავუწყებ. ფერიც ძალიან კარგი ამირჩევია. მოკლედ რა გითხრათ აბა? ამასაც შეეხება საღამოს გამოვიყენებ სავარაუდოდ და გიტყვით როგორ მომეწონება, ვისაც დაგაინტერესებთ. ბარიერს იცავს, მეიქაპს აშორებს და მოკლედ იდეალურია.
ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი unboxing-ით, თქვენ რა სიტყვით. წავედით დროებით დაგემშვიდობებით. ეხლა მქონდა unboxing-ი, ნახეთ რა მხელა ყუთია, პირველად გამოვიწერე Avage Best Secret-დან, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ფასები აქვს Avage ამ აპლიკაციაზე და ის სულ მინდა რომ გამოვიწერო ხოლმე და როგორც იქნა დადგა ეს დღე, გავრისკე, პატარა პუფი გამოვიწერე და ნახეთ რა ლამაზია. ისე მომწონს, ისე თან ძალიან ლამაზი არის. თან სუბუქი არის მარტივად შეგვიძლია მე რომ წავიღოთ და თან მომწონს ასევე ის ფაქტიც, რომ ძალიან დიდ ფასტაკლებით შევიძინე, საკმაოდ ისეთი კარგი ბრენდი აღმოვაჩინე, ლამაზი რაღაცები აქვს სახლისთვის და მე მგონი 110 евро ღირდა და მე გადავეხადე 40 евро. არის ძალიან კარგი ხარისხი, ძალიან ლამაზია. თავარია თან ახლა ჩვენ ნარდი ვიყიდეთ აქ და სერიოზული ტურნირები მიდის ნარდის და ზუსტად ამისთვის გამოვიწერე ეს პუფიც, რომ ეგ დავჭდე. და სამუშაოდაც რაღაცნაირად აი მიყვარს პუფიდან მუშაობა, რა ვქნა, ვიცი რომ არ არის ხერხემისთვის იდეალური, მაგრამ ძალიან მიყვარს პუფები და კმაყოფილი ვარ რომ გამოვიწერე. როგორ მოგწონთ? კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. ისეთი ძალიან საყვარელი პუფია. დამწერეთ აუცილებლად. ეხლა უნდა წავიდე და რობოტს დავტოვებ. მინდა ასევე დაგაბლეითოთ ამ რობოტზე. ახალ წელს შევიძინეთ. არ ვიცი ნახეთ თუ არა unboxing-ი. და სამწუხაროდ არ ვარ ისეთი კმაყოფილი, როგორცაც ველოდი და რა მოლოდინებიც მქონდა არ გამიმართლდა, იმიტომ რომ ძირითადად აი რაც ყრია მაგალითად ძირს, ნახევარს იღებს, ნახევარს არ იღებს. განსაკუთრებით უჭირს თმის აღება. და ჩემთვის კიდე ეგ იყო პრიორიტეტში, რომ მე ყოველ დღე ხელით არ გამომესვა ტვერსასრუტი და დამხმარებოდა. და თუ ვერ აიღოთ, მაშინ ვერც ვხედავ იმის აზრს, რომ მქონდეს დიდად არ მეხმარება, ოდნავ მეხმარება და ამ ოდნავ დახმარებისთვის ეს თანხა ცოტა მეძვირება. ამიტომ დროდადრო უკან დავაბრუნო, შეიძლება არ შემეძინა და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ, ვინც ფიქრობთ, ვისაც გრძელი თმა გაქვთ და ეს პრობლემა გაწუხებთ, რაც მე, მაშინ სამწუხაროდ არ დაგეხმარებათ. Sydney ქვია ჩვენს რობოტს, სახელი დავარქვით. მაგრამ ეხლა არ წავალ, მაინც გავუშვებ, ყოველდღიურად მაინც ვუშვებ რამოდენიმეჯერ დღეში, რომ იქნებ რაღაცის შედეგი მაინც დადოს, აი ორჯერ და სამჯერ თუ გავუშვებ, მაშინ ცოტა უკეთესი არის კიდე. წავედი ახლა, გარეთ გავდივარ სამუშაოდ და ზეკვე მივფრინავთ პრაღაში, უნდა მოვემზადოთ და პრაღიდანაც რა თქმა უნდა დაგიბრუნდებით საინტერესო ვლოგებით. როგორ ხართ? მე ახლა მომჩი მუშაობას და გადაწყვეტა რომ გარეთ გავსულიყავი ცოტა ხნით, ბაზარში წავედი და რაღაცები მოვიტანე. მინდა რომ ეს ვიდეო ჩავწერე, იმიტომ რომ ბოლო დროს ის სულ აღნიშნავ ხოლმე, რომ საკმაოდ გაძვირებულია ცხოვრება კვეპტროშიც. და რაღაც ამ სტატისტიკას ვაწარმოებ ხოლმე ყოველ 3 თვეში ერთხელ, რა მეხარჯებოდა მაგალითად პროდუქტებზე და 3 თვის მერე რა მეხარჯება. საგრძნობლად მატულობს, თუმცა სადღაც ვნახე რაღაც პოსტი, რომ სახელმწიფო ამაზე ძალიან წუხს და ცდილობს, რომ დაუწიოს ფასებსო. და ხელფასებიც მატულობს ხოლმე და ასე შემდეგ. მოკლედ, ქვეყანა აშკარაა, რომ ამ საკითხზე მუშაობს. რამდენად გამოუვათ ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ უკვე სასიამოვნოა ამის მოსმენა. და ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ესე აწუხებდეს მთავრობას ეს პრობლემა, ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან გამიგრძელდა და გათვალიერებინებთ რა ვიყიდე. ხილბოსტელოში გადავიხადე სადღაც 16 евро, ხოლო მარკეტში 28 евро. და პრინციპში ბევრი რაღაც ვიყიდე, მაგრამ სავარაუდოდ ამას 3 წლის წინ როცა ჩამოვედით, ნახევარ ფასებად ვიყიდდი. ანუ სადღაც 8 და 20 ევროთ ვიყიდდი ამ ყველაფერს ალბათ 3 წლის წინ. მოკლედ, დავიწყოთ. კარტოფილი ვიყიდე და კიტვი. ფოტოშოპის
ტიპი არის ძალიან ძვირი კვიპროსში. თავიდან 1 ევრო ღირდა, მერე 2 და რაღაც გახდა და რაღაც პერიოდი იყო, რომ ხან 4 ევრო ღირდა, ხან ევრო ნახევარი, ხან 4, ხან ევრო ნახევარი და ვერაფრით ვერ მივხვდი რა ლოგიკა იყო ამ ფასის ესე თამაში. ან თითქოს რაღაც დღეების მიხედვით იყო, არ ვიცი, აი მართლა ვერ ამოხსენი. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ბოლო პერიოდში სულ 3 და რაღაც ღირს. ეს პომიდორი ჩერი, რომელიც 3.50 ღირდა და არის ძალიან ძვირი, რომ 2 ევრომდე მიჯდებოდა ხოლმე ადრე. ბერძნული იოგურტი. პრინციპში ეს უკვე მაღაზიის რაღაცა ერთ წამით. 4 ცალი ავოკადო. მარწყვი. ცოტა სტაფილო, ცოტა ბანანი. აისბერგი. ქაური სალატის ფოთლები დიდად არ მიყვარს. რაღაცნაირად ძალიან დიდი არის და გემოსაც აი ისეთი არ არის როგორც საქართველოში გვაქვს და აისბერგს ვჭამ ხოლმე სალათებში თუ ძალიან მენეტრება. ხო, ეხლა გადავიდეთ უკვე მარკეტში რა შევიძინე. ბერძნული იოგურტი 0%-იანი, ამას ვჭამ ხოლმე და ხილს რომ ვუკეთებ და რაღაც ჩირებს ზოგჯერ, ძალიან გემრიელი გამოდის და რა თქმა უნდა გრანოლაც. ასევე ესეთი digestive cookies არის, რომელიც digestive-იან მონელებაში ეხმარება იდეაში და ამ კონკრეტულ შაქარი აქვს, მაგრამ აი მეორე შაქარი არ აქვს. აი ამაზე ვამბობ. სამეიტაშეს როგორ იქნება 0 sugar წერია და არის შიგნით იოგურტით. ვიყიდე ასევე პატარა კვერცხი, იმიტომ რომ მქონდა სახში, მაგრამ მაინც დავამატე. ჩემი საყვარელი ოიაკატა, რომელსაც საკმაოდ იშვიათად ჭამი, იმიტომ რომ აშტვის ეს ასარგებლოა, მაგრამ აი ძალიან რომ შედა, ძალიან ცოტა დრო რომ აქ და გადარბანაზე ვარ, გამარებაში მეხმარება ხოლმე. მარილი. ეს დეოდორანტი. ესეც არის სწრაფი მომზადებისთვის. აშტვის ეს ასარგებლო, მაგრამ რასვიდა. მაკარონი. ფეტა. პესტო. მარილიანი ჩხრები და ტორტილა, რომელიც არის პროტეინით თორცები. და ნახოთ აბა ერთი როგორ იქნება, ამაში ძალიან მიყვარს ხოლმე ტუნა, სიმინდის მარცვლები, ცოტა კიტრი, შეიძლება ბერძნული იოგურტის დავამატა ხოლმე და ძალიან გემრიელი ვრაპი გამოდის. ეხლა ყველაფერს გავრეცხავ, საჭმელს უნდა გავეკეთე, იმიტომ რომ დღეს ამწუხაროდ ლანჩი არ მქონია, ძალიან ბევრი საქმე მქონდა და არის ხოლმე ზოგჯერ ესეთი დღეები, რომ რაღაცნაირად არც კი მახსენდება, რომ უნდა ჭამო. არ ვიცი ქონია თუ არა ეგეთ შემთხვევა, მაგრამ აი ძალიან ბევრი საქმე რო გაქვს და უბრალოდ რო დაგავიწყოთ, თორე განარმშიო და როცა ჭადის ქვილი მაქვს სახლში, რაც არ უნდა მომიტანო, საბოლოოდ მაინც ჭადოს ვაცხობ ხოლმე, იმიტომ რომ აი უზომოდ მიყვარს და ქვილი რომ მაქვს და სულ გულით რომ მაქვს, როგორ შეიძლება რომ აი თავი შევიკავო, ვერ არ გამოდის. მაგრამ ახლა ამდენი რაღაც რო ვიყიდე, ცოტა რამე მოჯანსაღო სალათას გააკეთებ და კაცი. ნახოთ მოკლედ მოვიფიქრებ და გაჩვენებთ თქვენს. ყველაზე მეტად მეზგება ეს პროცესი, მაგრამ სხვა გზა არ არის. იმდენად წიკიანი ვარ, რომ აი მართლა 2 საათი ვეცხავ თვითონ უცელს. და ეს არის მიზეზი, რატომაც არ მიყვარს გარეთ აი კაფეებში სალატის და ცეზარის ჭამა. ხაშიც ესეთი პროდუქტებია გამოყენებული, იმიტომ რომ აი არავის არ ვენდობი, ვინ როგორ ეცხავს. ძალიან ძვირფასი unboxing-ით მოვედი. ეს unboxing-ი, ანუ ეს ნივთი ნიშნავს უკვე იმას, რომ სხვა level-ზე ავედი ჩოგბურთში. ჩემი პირველი ჩოგბურთის ჩანთა გამოვიწერეთ. მედეკიომ გამოვიწერეთ კიოს ვილსონის ჩოგანი, აქ შესაბამისად ვილსონის ჩანთა გამოწერა, მე კიდე ბაბოატის ერთგული მომხმარებელი ვარ. ანუ გაუცებული ვარ, რამდენად ტევადი ყოფილა, ანუ აქ თავარი ის დიდი განყოფილება გვაქვს თავისი შიდა ჯიბით, რომელიც არის ელბაზე. ასევე აქ გვაქვს ჩოგნის ჩასადების სივრცე, სადაც პირდაპირ ჩავაცურებთ ჩოგანს და პლუს ამას ეს რაც დარჩა ბატარიდან მზევიდან, ამის ჩასადებით ცალკე არის, აი წვიმაში მაგალითად თუ არ გინდა რომ დაგვისვამეს, არის ძალიან ჭკვიანურია. ეხლა მოვიტან ჩემს ჩოგანს, ჩავდებ და ვნახოთ როგორ გამოიყურებ. ეს ყვავილი ვერ მოვაშორე აქედან. ესე გამოიყურება. აქ რაღაცები უნდა ჩავდორო, ცოტა გამოიპეროს. აი ესე. ძალიან ლამაზია ჩემი აზრით.
მიხარია რომ ეს ჩანთა აღარ დამჭირდება და ჩემი ბაბუატის ჩოგანი. ჩოგნის ფერებს არ ემთხოვა სამწუხაროდ. მაგრამ არა. ძალიან მიხარია. და მომისწრო ამ ყუთმა, მეორე ყუთმა, სადაც უნდა იყოს მზისგან დამცავი და ერთ-ერთი ფუნჯი. Hourglass-ის. ძალიან დიდი ხანია ეს ფუნჯი მინდა, მაგრამ ფასდაკლებას ველოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან მიძვირებოდა და ეხლა კარგად დააკლდა. ვნახოთ. ესე იგი, 2 დღის ინტერვალი იყო, ხო? მეგონა რომ დაელოდებოდა და ისე ჩამოვიდოდა. ერთად რა, მაგრამ ცალსაკე გამოაგზავნეს და არა უშავს. აი ეს ორი ნივთი არის აქ. კი გავხსენი ეს ნივთები, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს. ამ Hourglass-ის ფუნჯს აქვს თავზე ეს ტიპ პლასტმასი, რომელიც ანუ კი მოვაშორე იდეაში, მაგრამ მეც ვეღარ ვაშორებ. ოღონდ მართლა ვერ ვაშორებ. არ ვიცი, ალბათ ან ჩხილები რო არ მაქვს მაგიტომ თუ რა, მაგრამ ნახეთ რა საშინლად არის, ანუ გასახსნელი პირიც არ უჩანს, საერთოდ არაფერი არ უჩანს და არ მინდა რომ დავაზიანო ფუნჯი და ვერ გავიგე რა საჭირო იყო ესეთი გადახლართვა. მოკლედ, ეს Beauty of Joseon-ის დამცავი, რომელიც ძალიან მიყვარს, მომწონს, 14 евро გადავიხადე, რაც არის იდეალური ფასი ამისთვის. ის ეყის 21-23 евро გააჩნია სად ნახავთ და მგონი ძალიან კარგი შენაძენები გამომივიდა. თავარია რომ ამას მოვხსნა რამენაირად ეს თავზე და გავგიჟდები. წავედი ახლა თან შესვენება მქონდა აღებული და რა ვიცი 15 წუთი ამის აძრებას ვცდილობ და ვერ მოვაშორე ვერაფრით.